Hi everybody. გამარჯობა ჩემთკაბელებო და საყვარლებო, როგორ ხართ? მე მაგრამ ყველანი ხარ ძალიან კარგად მოკლედ. ეხლა მოვედი ცენტრიდან, როგორც უკვე ნახავდით, რაღაცა ვიყიდეთ. დიდი ხანია ვიდეო არ გადამიღია და არც დამიდია, იმიტომ რომ არ მეცალა. ეს არ შემჩნია PMS-ია. და მაგრამ გამომაყარა, მაგრამ ეს გადავიღებ. როგორ ხო და მოკლედ საქმეები მქონდა ბიბლითან. და მხოლოდ შაბათ კვირას თუ ვახერხებ ვიდეო რომ გადავიღო. ეხლა მინდა რომ ერთი ვიდეო ეხლა ამ ვიდეოში ცოტა არ ვიცი მიქსი გამოვა ისევ იქნება ჰელოუინის თემატიკა ჩემს რამდენიმე მეგობარს ვთხოვე რომ ჰელოუინის სწავლებებიდან რაღაცეები გადაიღოთ ჩემთვის და გამოეგზავნათ და რამდენიმე კადრი მაქვს ისეთ რომელიც გავუმადგება ზოგი კადრი ძალიან პატარა იყო და ფოტოები იყო და ეგ არ ვიცი რომ გავუმადგება თავიანთი კოსტუმების ფოტოებით გამომიგზავნეს რომლებიც ძალიან სახალისოა მაგრამ მაგას ვერ გაჩვენებთ იმიტომ რომ ვერ გაჩვენებთ არა ისეთი არაფერი არა просто რადგან ჩემი მეგობრები არიან მანდ ვერ გაჩვენებთ მაგრამ ვიდეოებს გაჩვენებთ რაც მათ გამომიგზავნეს ამის შემდეგ უკვე იქნება ალბათ სახალხო თემატიკის ვიდეოები ამერიკაში უკვე დაიწყო Christmas time უკვე ბევრმა დადგა ნაძვის ხეთს კი სახლის მორთვა დაიწყეს ჩემი მეგობარი გუშინ მოგნებოდა რომ ისა რასაკეთებ მეთქი და ეხლა შემოვედიო სახლში ისა საშვებაო ნათურები გავაკეთეო გარეთ სახლის გარეთ რა ესოში და მეთქი რა საშვებაო ნათურები ჯერ აქ საერთოდ არავინ არ ფიქრობს ახალწელზე რა დროს ახალი წელია იქ უკვე кайხანია დაიწყეს ფაქტიურად ჰელოუინის შემდეგ ამაზე გადაირთვება ხოლმე ყველა და გამომიგზავნა თავისი სახლის ფოტო გარედან ისეთი ლამაზია ეს ნათურები არ ვიცი ვკითხავ არ ვიცი ნებას მომწონს თუ არა დავდო ეგ თავისი სახლის ფოტო ვიდეოში მაგრამ მგონია არ ვიცი მე კიდე ვთხოვ რომ სახალხოდ გადაიღონ ვიდეოები გარეთ ან თამამზე დაკეთებენ ამერიკაში ამ სახლებს და იმ ეზოებს სახალხოდ და მინდა რომ გაჩვენოთ აუცილებლად და ვფიქრობ რომ ძალიან ლამაზი იქნება ყველაფერი და კარგი გამოვა მანამდე კიდევ რამდენიმე თემატიკის ვიდეო მექნება სახალხო ჩემი ტრადიციული ვიდეო 2023 წლის ამჯერად ტრენდებზე აუცილებლად იქნება და მოკლედ ყველაფერი სახალხოდ გადაკეთდება ჩემ არხზე ძალიან მალე მანამდე კი აი ამ ვიდეოთი დადგებით რომელიც არეული იქნება მაგრამ მაინც ვიდეო ვფიქრობ რომ საინტერესო და კარგი გამოვა და მოკლედ ხო გამეწერეთ ჩემი YouTube არხს არ გაიგეთებიათ და დამიწერეთ კომენტარები მოკლედ ვიყიდეთ ესენი ჩემი თხლები არ შემჩნევთ იმიტომ რომ მან უკვე მოვიცილე და საშინელად არის ესენი ეს ახალი რაღაცა არ გამისინჯავს ნატახტარის მსგავსი კიდევ ნუ ეს ჩვენ არ გვიყიდია გვაჩუქეს ეს არ გამისინჯავს და მაინტერესებს ეს როგორია საერთოდ რო ყიდულობ ხოლმე ძალიან იშვიათად არის კარგი და გაყანული პილმენები და რაღაცები მაგრამ არ ვიცი კიდევ ვიყიდეთ ეს სამი TikTok-ი ეს ფასდაკლებაში იყო მაგრამ ორნაბიჩი არა მაგნიტი იყო ეს ფასდაკლებაში ეს ახალი ჩაი ეს ჩაიც არ მაქვს გასინჯული სულ მარიამს ყიდულობენ ხოლმე ჩემთან და მე კიდევ რაღაცა სიახლე მე მიყვარს მაგალითად და მეთქი სულით ეგივე მომბეს და ნუ ეს ისე პროსტა ჩემთვის კიდე ეს არ მაქვს გასინჯული კარამელის ნესკაფე ერთჯერადი და ვიყიდე ორი რო გავსინჯო და ვიყიდე სამი ფერის ესეთი მანიკური იცით რომ ამის მანიაკი ვარ ის ფერები ვიყიდე რომელიც არ მაქვს ერთი ესეთი ნაცრისფერი გლითერები და იქ ჩანს კიდევ ვთნაო რომ გლითერები აქვს ამ რაღაც ნაცრისფერს კიდევ ეს მუქი შინდისფერი რაღაცნაირი და ეს არის რაღაც წითელი არ არის უფრო ღვინისფერია აგურისფერი ღვინისფერი რაღაც ეგეთი არ ვიცი აქ არ ჩანს და ჩემი ბრჭყილები რაც გავს მაგრამ არ უშავს წავის რომელიმეს მე მე კიდე ყველა ტულპანი დედიკო არის რა დედიკო შემდეგში სხვა გამოვაგზავნინოთ ტულპს ფრენდკო გორილა ეს ძალიან ორიგინალურია
Tulps. Hello, my friend. I said tulps. არ ვიცი. პანია ყველა ტულპანი. არა და სხვადასხვა გავს იცი? სხვადასხვანაირო. აი ბოლქვი. ერთი დამპალა უყურე. მაჩვენა? მაინც ჩარგე იქნებ გაყვავდეს. იცი ხახუს გავს. ხახუს გავს. ყვავილების დარგვას განვაგრძობთ. ჩვენ მეგობარი ჩაკარი შავიც მოვიდა. ეს დაგვჭა ერთი ხა. ყველა ყოფილა ტულპანი. ნახეთ რა ღომაზია ის. ხო, ეგ მეგობარო. ესენი უკვე მზად არის და აქ ჩავდეთ ყვავილები, ისინი ყდები რომ არ აღვერიოს რომელია. ნახეთ. დღესაც ისე მშვენიერი ამინდია. ეი, ფეხებში ნუ მემბლანდები მეგობარო. აი ეს წითელი ისა. ხედავთ ხო? მოხეთ. ყოველთვის მომწონდა. აი შორიდან რო ვუყურებ ძალამაზი ჩანს. ესეთ კარალია კემერა წელსა თქმა უნდა არაფერს არ აბია. და არც მჭამი არა და რამდენიმე ხე გვაქვს. ოკ. იცით აქ რამდენიმე დღეს კურდღელი დარბოდა. აი ეგ. სადღაც. შეხედეთ? ჩანს ხო ყოთ? ზევით უფრო ყვითელია ვიდრე ქვევით. წელსვაფში არ მიჭამია. იცი შეგნით შევდეთ ერთი ნახოთ რა ხდება. გარეთ ისეთი ამინდი გვაქვს. შვენიერი მიყვარს მზე ნახეთ. უღურებლად და მზე. შეგნით ესეა. მანდარინები რა იქნება სხვა. ქვევით წყლია. მოკლედ. რა ხდება ეხა აქ? აქეთ არ არის მწიფები. ალბათ უფრო გარედან იქნება, სადაც მზეა იქ. ხა აქედან უფრო, მაგრამ ჯერ კარგად კიდე არ არის რა დამწიფებული. მაგრამ ესეთი კარგი სუნი აქვს, ისეთი ციტრუსის არომატი აქვს იშდები. ეს პორტოხალია მგონი. რა ახალი ენერგია ჯერ არა აქვს არაფერი. მგონი პორტოხალია ეს ხო? ზუსტად არ მახსოვს. როგორც დაკვირდით, ეს ვიდეო იქნება ცოტა ჰელოუინი, ცოტა ყველაფერი ნელ-ნელა. გაჩვენეთ. ეს ღომაზია, იცით, მანდარინი და გაყვეთლებას რო იწყებს, ეს ღომაზია გაჩვენებ. დილამშვიდობისა ყველას, ეხლა არის მეორე დღე უკვე.
ვამონტაჟებ იმ ვიდეოს, რომელსაც ეხლა თქვენ სავარაუდოდ უყურებთ, ან უყურებთ, მოკლედ რის მომდიოდა. ხო, ეხლა თქვენ ნახეთ ზომბი ცეკვა გერმანიაში, მოკლედ ეგ იყო. გერმანიის ერთ-ერთი ქუჩის კადრები, მე მაქვს კიდევ ამერიკის კადრები, ანუ ამერიკაში ჩემი ერთი მეგობარი იყო წვეულებაზე, ამერიკელი მეგობარი, არა, ამერიკელი დედაყავს და ფრანგი მამა. თან სიმბადური ბიჭია სხვათა შორის, მაგრამ მისი გამოგზავნილი ვიდეო ამ წვეულებიდან უფრო მაგარი რად აღნიშნავენ, რა თქმა უნდა, ამერიკაში ხელოვანს, იყო ძალიან პატარა, ამიტომ ვერ ვნახე აზრი იმისა, რომ დამედო აქვს. მაგრამ აი აქ სადღაც მაინც ჩაგისვამთ ამ წვეულების მოკლე მონაკვეთს კიდევ ანუ კოსტუმების ფოტოები გამომიტო ჩემმა რამდენიმე მეგობარმა, მაგრამ მაგას ვერ გაჩვენებთ. არა, ისეთი არაფერი არა, პროსტო ანუ მოკლედ ადამიანის პირადი ის რაღაც სივრცე ანუ არ მაქვს იმაზე რომ თვითონ მათი ისინი გაჩვენოთ ფოტოები, მაგრამ აი ამ პატარა ვიდეოს მაინც ჩაგისვამთ, თვითონ არ ჩანს ამ ვიდეოში მისი მეგობრები ჩანენ, მაგრამ მაინც ძალიან საყვარელი ვიდეო ავფიქრობ და იცი რა მაინტერესებს, დამიწერეთ კომენტარებში თუ მოგწონთ ეს ფორმატი, აი სადაც მაგალითად ახალ წელზე გინდათ რომ ვთხოვო იქ უფრო ქრისმას არის 25-ი აღნიშნავენ და უკვე ნაძვისხე დადგეს და სახლები მორთეს და აი თუ გინდათ რომ ვთხოვო შემიძლია გადამიღონ ეს მონაკვეთები რაღაცეები სადმე წავლენ და თუ გინდათ ჩაგისვამთ ხოლმე ეს ამ მსგავსი ფორმატებით როგორც დავუშვათ და ეხლა ეს იყო ყავს მეგობრები გერმანიიდან და ამერიკიდან, ამიტომ შემიძლია ვთხოვო და ეს ფორმატი თუ მოგწონთ, გავაკეთებ ხოლმე რაღაც პატარა ჩანართებს სხვადასხვა ვიდეოებში, როცა მოვაგროვებ მასალებს და ვფიქრობ, უფრო საინტერესო გამოვა ჩემი ვიდეოები. დამიწერეთ ამაზე აუცილებლად კომენტარი, მოგწონთ თუ არა მსგავსი ჩასმები ვიდეოში ამერიკიდან და ფოტოშოპას როგორ ანუ ჩემი აზრით თვითონ ამერიკელები როგორ უყურებენ ამ ყველაფერს და როგორ აღნიშნავენ ძალიან საინტერესოა. აი მათი შიდა სამზარეულო ამ ყველაფერში და ძალიან ანუ ჩემი დაკვირვებით ყველაფერს უფრო ხალისიანად აღნიშნავენ ამერიკაში, უფრო უყვარდეს ყველაფერი, ნუ გერმანიაშიც, მაგრამ მე რა ურთიერთობაც მქონია ზოგადად გერმანელებთან, რა შეხებაც მქონია. პირიქით მეგონა ყოველთვის რომ აი გერმანელები იყვნენ უფრო კომუნიკაბელურები, უფრო თბილები, უფრო კარგები და ამერიკელები რაღაც რობოტები, მაგრამ ურთიერთობიდან გამიარე ვიტყვი რომ პირიქით არის გერმანელები, ნუ დავუმეგობრდი ისე თუ 100 რამდენიმეს, მაგრამ ძალიან ცივები არიან და აი არ ვიცი რაღაც პირ რთულია მათთან გამონახოს კომუნიკაციასთვის ენა საერთო ენა უყენთ მივამბობ იმენა გერმანელებზე და არა იქ მცხოვრებ სხვა ეროვნების წარმომადგენლებზე რთულია ძალიან და ამერიკელები არიან ძალიან კომუნიკაბელები, უშუალოები, ძალიან საყვარლები და მე რაც მქონია შეხება ამერიკელებთან არ ვიცი ხო მიყვარდა ამერიკა, მაგრამ აი ხალხის გამო ორმაგად შემიყვარდა. არ ვიცი თუ გქონიათ შეხება, შეიძლება ბევრს უბრალოდ ცუდი ადამიანი შეხვდა, ბევრნაირები არიან, მაგრამ მე ვინ შემხვედრია, ვისთანაც საერთოდ ურთიერთობა მქონია, ყველა არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და მართლა აი ჩემი ოცნების ქვეყანა ხო ისედაც იყო, მაგრამ მეგონა რომ ხალხი იყო რაღაცნაირი, მაგრამ ეხა ორმაგად უფრო მიყვარს ამერიკა და ამერიკელები, იმიტომ რომ მართლა ნუ ცუდებიც არიან და კარგებიც, მაგრამ არიან არ ვიცი. აი ცხოვრება მართლა ძალიან უყვართ და უზომოდ შრომის მოყვარეები არიან და აი ძალიან კომუნიკაბელურები არიან, ძალიან თბილები არიან. შეიძლება ზოგადად მე დავასიხა, მაგრამ შეიძლება თქვენ გქონდათ ცუდი გამოცდილება. ან პირიქით არ ვიცი, მე შემოყვანილია ცუდები, მაგრამ არ ვიცი, კონტრასტი ძალიან ისეთია. ხო, კიდევ ვის თქმა მინდოდა, ის ყვავილები, რომელიც თქვენ ვიდეოში ნახეთ, მე და ბებომ რომ დავრგეთ, გაჩვენებთ, ეხა აქ არის და რაღაცას მოგიყვებით კი. მოკლედ ეს დილით გავუღვიძე და ბებომ ფელამბუშები დამახვედრა და ამას შევჭამ, ოღონდ მოგვიანებით, ნახეთ რა კარგი ფერი აქვს. დარამ, ესა ბებოს და ჩემი ყვავილები შიგნით უდევს და უფრთხილდება შვილივით, მაგრამ რამდენიმე გაფუჭდა, არ ვიცი რა დაემართა. ბები ამბობს, თაგვმა ამოჯამო, მაგრამ არ ამგონია. არ ვიცი, მაგრამ რამდენიმეს თავს ხედავთ, ხო? ხო? ეს ჩემი მონსტრა გახსოვთ, ხო? გადაწყდა, არ ვიცი რა დაემართა.
დილით ავდექით და ეს იყო, აი, ნახეთ, ეს იყო მის თავი და ეს იყო ესე გადაბრუნებული და ეს გადატეხილი. ანუ არ ვიცი, ვარაუდობდით, რომ შეიძლება ძაღლს ექნა, მაგრამ ეჭვი მიპარება. მაგრამ არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ არ გადაგვიგრია და ნახეთ. აი აქ თავებს ეს იქნება ყველა ყლორტები. აი აქაც ნახეთ, მეორე მხარესაც აქვს, აი აქაც აქვს და აი ეს მეგონა რომ მოკვდა, მაგრამ ბაბუას მაინც დავარგვევინე და ნახეთ. არ მომკვდა. ამოაქვს თავი. ეს გარეგარსია მოძრება. და ნახეთ. ახალი ყლორტი ამოდის. ძალიან მაგარია. ასე რომ დასკვნა თუ გაქვთ ყვავილები, განსაკუთრებით მოსწრა, აი ხარობს საოცრად, ანუ ძალიან ერთადერთი არ უყვარს სიცივე, ზაფხულში ყოველთვის გვაქვს მზე უყვარს ძალიან, მაგრამ ზამთარში სულ სიცივე შემოგვაქვს და თუ მსგავსი რამ დაემართა თქვენს მოსწრას და გადააგდეს, არ გადააგდოთ, დარგეთ ისე, აუცილებლად გაიხარებს, აუცილებლად. აი არ ვიცი, ეს არის ყვავილი, რომელიც არ ნებდება. რა არ დაემართა ამ ყვავილს იცით? აი რა არ დაემართა, მაგრამ დღემდე ცოცხალია. ეხლა მე ამით დაგემშვიდობებით, უნდა ვჭამო. არ მიჭამია ჯერ და უკვე 12 ხდება. თან ვიდეოს დავამონტაჟებ მე იმ კარამელის ყავას დავლევ, რომელიც გუშინ მიყიდეთ ამ ვიდეოში ნახავდით და დავალოდებით თქვენს კომენტარებს. აუცილებლად დამიწერეთ კომენტარები, აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი აზრი ამ ვიდეოზე, აუცილებლად მითხარით, გინდათ თუ არა მსგავსი მონაკვეთები ჩაგისვათ ვიდეოში, ეხლა მით უმეტესობაზე მინდა რომ ვთხოვარაში უფრო მეტი ვიდეოები გადაიღონ ჩემთვის, რომ თქვენ განახოთ ეს ვიდეოები და მოკლედ აუცილებლად მითხარით, გინდათ თუ არა ესეთი კონტენტი, კოტნით გეხოვით, უკვე ვიწყებ მალე სახალხო კონტენტს და მოკლედ ყველაფერი წინ არის. ახო, დამოვიწყოთ, ჩემი არხი აუცილებლად გამოიწერეთ, უჯერს არ გაგიკეთებია. აუცილებლად.